ოჯახებს, სადაც 4 ან მეტი ბავშვი იზრდება, გაზის დავალიანება ზამთრის პერიოდში, გაზის დავალიანების გამო ზამთრის პერიოდში გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ. გადაწყვეტილება კომპანია ყაზტრანსგაზმა მიიღო. მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომპანია გაზის დავალიანების გადანაწილების მათთვის მოსახერხებელ და სასურველ პირობებს თავაზობს. ამ ინიციატივას დედაქალაქის მასშტაბით უკვე გამოეხმაურა 100 ოჯახი. მათ გაზმომარაგება უკვე აღუდგათ. რიგით მე-100 ოჯახს კომპანიის ხელმძღვანელობა დღეს ენერგეტიკის მინისტრთან ერთად ესტუმრა. ციკლაურების მრავალშვილიან ოჯახს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგათ. არსებული 600-ლარიანი დავალიანება კი მათთვის სასურველი გადახდის პირობებით გადაუნაწილდებათ. ზუსტად დავალიანება მქონდა 570 ლარი, რამის 600 ლარი და ზუსტად 5 თვე არ მქონდა გაზი. 10 ლარზე გადამინაწილეს ეს დავალიანება. ნამდვილად დიდი შეღავათი იყო ეს ჩემთვის. ჩვენ საბუნებასა და მოსახლეობას ყველას მოუწოდებ, რომ თუ ვინმე არის ანალოგური სიტუაციაში, გთხოვთ მიმართოთ ჩვენ ბიზნეს ცენტრებს და ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ყველაფერში. ბევრმა ადამიანმა უკვე მიმართა კომპანიას და უკვე ეს მე-100 ოჯახია, ვისაც დაუკმაყოფილი და მოთხოვნა და ეს მომავალშიც გაგრძელდებოდა. ჩვენ სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ხელი შეუწყოთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დედაქალაქში, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზამთარს მომზადებული შეხვდეს ყველა ოჯახი.